მოგესალმებით ოქტოპუსერებო, მორიგი სასამართლოს დრო მოვიდა. ამ ეპიზოდში კვლავ გვექნება გახმაურებული საქმეები და შევეცდებით ბრალდებულების გამართლებას. რამდენად კარგად გავახსნათ თავს ამას ჩვენი გამომწერები გვეტყვიან, რომლებიც ნაფიც მსაჯულებად მოგვევლინებიან. ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ და დავიწყოთ. ფეხზე ავბრძანდით, სასამართლო მოვბრძანდება. ასხერით. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით მაყურებლებს, დამსწრე საზოგადოებას. მადლობა ჩვენ 10 მსაჯულს, რომელიც მობრძანდა დღეს და თქვენ წინაშე იქნება წარმოდგენილი 4 სხვადასხვა საქმე. და იმედია, რომ გამოიტანთ ისეთ გადაწყვეტილებას და განაჩენს, რომელიც სამართლიანობას მოემსახურება. სასამართლოს მეორე ეპიზოდის წარდგენი არის ჩვენი პარტნიორი და სპონსორი ბეტსონ სპორტი. აჩეხა პირველ საქმეს. მოხსენებელი გიორგი კალატოზი. საქმე კი გახლავთ ზურა შევარდნაძის საქმე. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის და იმედი მაქვს, რომ მოსამართლე გამოიტანს სამართლიან განაჩენს. ესე იგი მე განაჩენი მე არ გამომაგ, განაჩენი მსაჯულებს გამოვაქვთ, მე თქვენ შეგიძლიათ რომ ჩაერიოთ და გადაწყვეტოთ. მე ჩავერევი 5-5-ზე თუ იყო მაგრამ თუ იქნებიან, მაშინ ჩავერევი. კი ბატონო. ძალიან მკაცრი მოსამართლეა სხვადასხვა მინდა აღვნიშნო. თქვენს მიმართ მხოლოდ იმიტომ რომ ენას ატლიკინებთ გაუთავებლად რაც. ჩემი საქმე ეგ არის, ამაში მიხდიან ფულს სხვადასხვა. პროტესტი უარყოფილია. ნუ ჩემი საქმე არის ბატონი ზურა შევარდნაძის საქმე. ზურა შევარდნაძის მოკლედ ბრალდება რამდენიმე დანაშაული, ერთ-ერთი გახლავთ ლევან კვარაცხელიასთან მეტსახელად რობერტო მავანთან ინციდენტი, როდესაც მან შემთხვევით წყალი შეასხა პატარა ბავშვს. ასევე ჩემს კლიენტს ედავებიან არასათანადო მოპყრობას თანამშრომლების მიმართ. და მოდი ახლა დავიწყოთ განხილვა, საერთოდ ვინ არის ბატონი ზურა შევარდნაძე. ზურა შევარდნაძე გახლავთ 1975 წელს ოზურგეთში დაბადებული კაცი, რომელიც გახლავთ მაგისტრი ბიოლოგიაში, სხვადასხვა წლებში ისწავლობდა გერმანიაში ბონის უნივერსიტეტში და თან პარალელურად მუშაობდა იქაურ ბოტანიკურ ბაღში, რათა ცოდნა გაერღვევინა და ქართველებისთვის ესწავლებინა ბევრი რამ. ჯერ მას მარტო 10000-ზე მეტი მადლობა და წერილი აქვს მიღებული კაი ბიჭებისგან, რომელთაც ასწავლა კანაფის კულტივიზაცია და გაცილებით უფრო დიდი ეფექტის მიღება ამ დალოცული მცენარისგან, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან საერო საქმეა. არა, სასამართლო მაგაში ვერ დაგეთანხმებათ, ბატონო, ძალიან გთხოვთ, აქ პოპულარული არა ლეგალურია ახლა რა ჩემი აზრით ეს არ უნდა მივიღოთ როგორც სამხილოდ არ მიიღოთ. არ მიიღება სამხილოდ. სხვადასხვა გელოდებიან ქვემოთ კაი ბიჭები, რომ გამოხვალთ პროკურორებთან აქვს რაღაც საქმე. კონფლიქტი კი დაიწყო მას შემდეგ, რაც პროპაგანდისტი, ჟურნალისტი მას მიეჭრა უხეშად და დაუწყო დამცინავი გადაობა. ბატონ ზურას კი სატივა ჰქონდა მიღებული, არ იყო აღნიშნული პიროვნების ხასიათზე და მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება. რობერტო მავანი სხვადასხვა გამოირჩევა ეპატაჟიური სიუჟეტების კეთებით. როგორც კი? სიჩუმე. შემდეგში გაფრთხილებას მოგცემთ. მადლობა ბატონო მოსამართლე. მას არაერთი დიდი ხელოვანი ყავს საცინად აგდებული. როგორებიც არიან სოსო კავკავაშვილი, ხატია წერტელი და მინდა ბატონო მოსამართლე გითხრათ, რომ გიორგი მასხულიას ისე აბულინგებდა და ისე დღეს ჩაგდო, რომ ადამიანმა სქეში შეიცვალა. იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო აი ამ ბულინგის ატანა, რაც მას უწევდა. ალბათ დამეთანხმება. სქეში კაი. სქეში. ნევრიულობ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და სქეში მეც ვერ მივხვდი რა იყო და. იმასაც შეგახსენებთ, რომ თავად რობერტო მავანის ვიდეოებს ხალხი როგორ უყურებს? დაბოლილი უყურებს და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი? მადლობის მაგიერია ბატონი რობერტო? პროტესტებ. დაბოლილი არა, დაბოლილზე. არა, პროტესტი არ მიიღება და გაფრთხილება პირველი თქვენ. მე მინდა რომ ჩემ განკარგულებელს ჩაუგდებ მასალას, რომელიც მე მოვიპოვე. ის მომენტი, როდესაც ბავშვს წყალი ესხმება, ეს არის დამონტაჟებული და დადგმული. და რეალურად სულ სხვა რამე მოხდა. გთხოვთ რომ გავუშვათ. აი ეს ის მომენტია, რომელიც არის დამონტაჟებული, ანუ ორიგინალი თქვენ ნანახი გაქვთ და აი რეალურად რა მოხდა. აი ეს იყო რეალურად. გადაამონტაჟეს, მე ის რომ ვითომ ბავშვი გაიწუცა ამ ყველაფრით და თვალებში ნაცარი შემოგვაყარეს, მეგობრებო. თქვენ ხა კარგად ხედავთ, რომ
აი, ხედავთ. ადამიანი ეხმარებოდა კლიპის გადაღებაში რიანას. ამაში მე მგონი ბატონი ზურა დამნაშავე არ არის. და სულაც რომ მართლაც შესხმოდა წყალი ამ ბავშვს. ბატონო მოსამართლე, რა არის ამაში ცუდი? ბატონი პროკურორი ლუკა დამეთანხმება ალბათ რომ ძალიან თანახმა იქნებოდა ის რომ ბავშვობაში სწორედ ცივი წყალი რო შესხმოდა და ცივ წყალთან ქონოდა შეხება. მე მგონი ძალიან ბედნიერი იქნებოდით, არა? ვაპროტესტებ. დიახ. ეს ცივი წყალი თუ იქნებოდა ყვავილების ნახარშის და ტალახიანი არ გამეხარდებოდა. პროტესტი მიღებული. ის არგუმენტი რა ხე ბავშვი იყო და წყალი გადაესხა მართლა ძალიან სასაცილო ჟღერს. ეს ვაპროტესტებოთ ოთხენ თავის ენაზე. შეგახსენებთ ასევე იმას, რომ რობერტო მავანის ეს გადაცემა დღეს დახურულია და გარდენია შევარდნაძე კი ყავის. დახურული გადაცემა და როგორ გამოიყურება თვითონ გარდენია შევარდნაძე ახლა. ფაუგეტი რა არის უკაცრავად? ფაუგეტი ეს გახლავთ ტერმინი რომელიც როდესაც გეებს ეძახიან ხოლმე ინგლისურად. არა ძალიან გთხოვთ ესეთი რეპლიკებისგან რომ შეიკავონ თავი. არა, სოდი შეიძლება ქონა, მაგრამ არასწორად სხვანაირად იწერება. ბატონი ზურა სხვათა შორის ხშირად გამხდარა ბულინგის მსხვერპლი თავისი გვარის და ნათესაური კავშირის გამო ბატონ ედუარდთან. სწორედ წარმოუდგენელია ხა. ვერ გავიგე რა თქვა, გააგზავნე. აინა გამომიყო ერთ-ერთმა პროკურორმა. კარგით. ამ გვარის გამო სწორედ მას ძალიან ალმაცერად უყურებენ და ზოგადად შევარდნაძე გვარი ასოცირდება კონფლიქტთან. აი ბატონი ედუარდ და მტრობაში სხვათა შორის შეგახსენებთ რომ შევარდნაძეები და ქორიძეები უპირისპირდებიან ერთმანეთს. გამოძიებამ ძალიან საინტერესო რამ დაადგინა პატივცემულ მეგობრებო. მოგახსენებათ ნუ შევარდნაძე გვარი კონფლიქტთან ასოცირდება, თუმცა ნიკოლოზ შევარდნაძე ჩვენი მეგობარი ყველანაირ სტერეოტიპს აფსხვრებს ამ გვარის შესახებ. მინდა შევაჩერო გარემოება ერთ ძალიან საინტერესო ფაქტორს. ნიკოლოზ შევარდნაძე იყო რობერტო მავანის მემონტაჟე. ეს პროექტი, ზოგადად, ეს პროექტი დაიწყო GDS-ზე, როდესაც ბატონ ნიკოლოზ შევარდნაძე ამონტაჟებდა სწორედ რობერტო მავანის ვიდეოებს. და ბატონო წამყვანო, წამყვანო რა იყო და ბატონო მოსავართლე. მე მინდა გითხრათ, რომ ეს იყო დივერსია, რომელიც ჩემს კლიენტს გვაროვნულ ნიადაგზე მოუწყვეს. რეალური დამნაშავე და ფაფეთმასტერი სწორედ ნიკოლოზ შევარდნაძეა და ის წარმოადგენს კონფლიქტის გამღვიებლის როლს. სწორედ ის უნდა იჯდეს განსაჟელს სკამზე, თუმცა მე ისმის რომ ადამიანს რამდენიმე თვე დარჩა და არ გინდათ რომ მიუსაჯოთ ძალიან ძიმე სასჯელი. რაც შეეხება ახლა თანამშრომლების დატერორების საკითხს. მე ხა ეს ვის უკვე დღეს საერთოდ 21 საუკუნეში ბიჭებსაც არ უყვირთ ახლა ახსე დაწუნებული ვარ. მოწინააღმდეგე მხარე მთელი თვეების განმავლობაში ირწმუნებოდა რომ წარმოადგენდა ისეთ სამხილებს რომელიც ქვასაც კი გახეთქავდა. მაგრამ ამასთან დაკავშირებით არანაირი სამხილი ჩვენ არ გვინახავს გარდა იმისა რომ ერთი-ორი ადამიანი გამოვიდა და თქვეს რომ ზოგად იქცევა. თანაც ბატონი ზურა გერმანიაში სწავლობდა, ეს თავიდან იმიტომ აღნიშნე რომ ბონის უნივერსიტეტში სწავლდა, სადაც გერმანელებისთვის დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ უნდა მივაწეროთ მას ფიცხი ხასიათი. და იქ ადამიანმა ერთ-ერთ ადამიანს თქვა რომ გააჯვი მითხრაო. და მე ვიკვლია ბევრი ეს საკითხი და აღმოვაჩინე რომ მას არ უთქვამს ეს სიტყვა. მან უთხრა გარნიხტ გერმანულად. ეს ბატონ ნიკოლოზ შევარდნაძე ანიმეს დაყურებელი. გაიცანი. გარნიხტ რაც ნიშნავს სულაც არას. ბატონო მოსამართლე მე გერმანული იცით თქვენ და გარნიხტ უთხრა და გაიგო იმ ადამიანმა ცოტა სხვანაირად. ამიტომ ეს ყურით მოთხრეული არგუმენტიც მე მგონი გაბათილებულად უნდა მივიჩინოთ. ანუ მას სამსახურიდან კი არ უშვებდა, სულაც არ უშვებდა. ხომ სასამართლოს გაითვალისწინოს რა ჩემია წარმომადგენელი სამხილები და ნუ დატოვებს ქვეყანას ასეთი პროფესიონალის გარეშე. ხომ გახსოვთ ბრეცხა ვარდოს დაჭერას რა მოყვა
ვერისუბნის მელოდიებში და როგორ წავიდა ყველაფერი. თუ ბატონ ზურას თქვენ გაასამართლებთ და დაიჭერთ, მოკვდები ამ ყვავილები, ფუტკრები შეწყვეტენ თაფლის კეთებას, შეიზღუდებს ეს შეზღუდული ჟანგბადის რაოდენობა ქალაქში, დაიწყება მესამე მსოფლიო ომი, ნუ შეიძლება ისაც დაიწყოს, მაგრამ მაინც და ნუ გადავაყოლოთ ამ ყველაფერს ამ საქმეს. მე გთავაზობ დავიჭიროთ ნიკოლოზ შევარდნაძე და ამით არაფერი არ შეიცვლება სამყაროში. ეს სხვა სასამართლო პროცესის განხილვაა უკვე ბატონო გიორგი ჩვენ ნიკოლოზ შევარდნაძეს დღეს ვერ დავიჭერთ. ბატონო ადვოკატო, თქვენ თუ გაითვალისწინეთ, რომ რიანას კლიპი გაცილებით უფრო ადრე ჩაიწერა, ვიდრე ეს მოხდა ეს ყველაფერი. წყლის შესხმის ამბავს გულისხმობ. რა თქმა უნდა. და ხო, მაგაზე არ მიფიქრია. მეტი თუ არაფერი გაქვთ არც თქვენ სათქმელი და არც თქვენ ბატონო გიორგი, მაშინ გადავიდეთ უკვე განაჩენს გამოტანაზე. ხო, ნაფიც ვსაჯულებს რომ შეაფასონ კარგად ის საქმე, რომელიც წარმოგვიდგინა ბატონმა გიორგიმ, მოისმინეთ მისი გამართლება, ასევე შეკითხვები მართალი ბევრი არ იყო, მაგრამ იყო პროკურორების მხრიდანაც და აი ამის საფუძველზე რაც ახლა ვნახეთ და მოისმინეთ, გთხოვთ რომ გამოიტანოთ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დასკვნა, ან გაამართლოთ ზურა შევარდნაძე, ან გამპუნთ. არას თუ იტყვით, ესე იგი მე ვარ მტყუარი და კის თუ იტყვით, მე რაც ვლაპარაკე მართალი. ჩემი აზრით არ იყო ეს საკმარისად მტკიცე. საპირძონედ უდევს მხოლოდ სიტყვიერი დასტური იმისა, რომ მითხრაო. დასულდა როგორც ხედავთ ბრძოლობა ნაფიც მსაჯულებში და შესაბამისად განაჩენიც გვაქვს. გისმენთ? მოგახსენოთ. ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იგი დამაშავეთ. ანუ გამართლების 6-4-ის. მადლობა ჩემი გამართლებისთვის, ეჭვით ანაპარებოდა რომ ესე წარიმართებოდა ჩემი საქმე და ასევე მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენ სპონსორს TBC-ს მოგეხსენებათ რომ ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი დასახული, ეს არის ავტობუსი და ოქტობუსი, რომ უნდა შევიძინოთ. ავტობუსი რა, მომცრო ზრომის სამარშრუტო ტაქსი. და ამისათვის გავხსენით TBC-ში ანაბარი და ყველა ჩვენგანი ვართ იქ გაერთიანებული ჯგუფი გვაქვს და ყველა ჩვენგანი თვიურად რაღაც თანხას ვდებთ ხოლმე რომ საბოლოო ჯამში ავტობუსი ატაროს გუნდიშამ. თუ თქვენს გინდათ რომ თქვენ მეგობრებთან ერთად დააგროვოთ თანხა, მარტივად შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ TBC Mobile Bank-ის მეშვეობით. Mobile Bank-დან თუ გააკეთებთ საერთო ანაბარს, რაღაც ბენეფიტები არის პროცენტული, ასე რომ უკეთესია რომ Mobile Bank-დან გახსნათ საერთო ანაბარი. და მიზანსაც შეგიძლიათ დაარქვათ სახელი და სახელი რო ქვია, მე აი ჩვენსაც უკვე ქვია, გაიგე, ოქტობუსი ქვია და გილოცავთ ბატონო გიორგი, გაგიმართლათ რომ მოიგეთ, იმიტომ რომ სასჯელი საკმაოდ კაცი მქონდა თქვენც მოფიქრებული, იქიდან გავდნია რომ არ გაგიჩერებიათ რაც მოვეთ იმის მერე და ბატონო ნიკოლოზ თქვენ გირჩევდით რომ ადვოკატი გეპოვნათ, იმიტომ რომ აშკარად ამ საქმის ასე დასრულების შედეგად უკვე თქვენზე გადმოდის ისრები და შემდეგ სასამართლოზე ალბათ თქვენ მოგიწევთ უკვე თავის და არანაირი პრობლემა არ აქვს, მე ნიკოლოზი შემიძლია დავიცვა. ცოტა უცნაური იქნება ჯერ თქვენ რო იჭერთ და მე თქვენ რო იცავთ. კარგი, ეს არის პირველი საქმე, რომელიც გიორგი კალატოზის გამართლებით დასრულდა. გადავედით მეორე საქმეზე. და ჩვენი მეორე მოხსენებელი არის ცოტნე გოჩოლიშვილი, რომელიც წარმოგვიდგენს აჩი ცენტერაძის საეჭვოს აჩის ავარიის საქმეს. მოგესალმებით ბატონო მოსამართლე, მივესალმები ნაფიც საჯულებს და მივესალმები ბრალდების მხარეს. ვაპროტესტებ. ბრალია მოსული. ტელეფონში არის ჩავდგას. ძალიან სასიამოვნოა. მოსამართლეს მაგრა ახატი ეს საქმე როგორც ხდება. ბიჭო, ორი ხელით უნდა დაარტყას. ხო. სიჩუმე. მოკლედ, ჩვენ კარგად ვიცით რა საქმეზეც ვართ დღეს შეკრებილები. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია, უკნიდან დაჯახება, უყურადღებო მძღოლი, დისტანციის არ დაცვა. თითქოს და ყველაფერი მარტივია. რა თქმა უნდა, არ ვუარყოფ, რომ ამ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ერთი მანქანა შეეჯახა მეორეს, მაგრამ წინა პირობებს ჰქონდა აქ მნიშვნელობა, რატომ მოხდა ეს ინციდენტი და სად ვარ? სასამართლოში ბატონო ცოტა.
ცოტნე გაიღვიძე საქმეზე და მიდიხარ. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რაზეც უნდა გაიცეს პასუხი, რის გამო მოუვიდა აჩიკოს ეს ავარია. სანამ საქმეზე გადავალ, მინდა გითხრათ ბატონო მოსამართლე, ძალიან გქონს რომ გავაძევოთ შიჩუმე! და ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც ბატონო გიორგი, იგუდება სიცილით. პირველი გაფრთხილება თქვენ. თუ შეიძლება რომ ბატონ ორ გაფრთხილებაზე არ ვიცი რა ხდება, მაგრამ თუ შეიძლება აი ბატონ არ არის ორი ეს გაფრთხილება. გარდენია შევარდა და წამოვიღე კაი ისინი ბალახეულობა და არა, მიღებული. აი ორ გაფრთხილებაზე გარდენია შევარდნაძეში იძულებითი ვიზიტი და მიხაკების ყიდვა. მიტევით. სანამ უშუალოდ საქმეზე გადავალ, მინდა გითხრათ თუ როგორი ადამიანია აჩიკო. ის არის კეთილი, შვიდი, გაწონასწორებული, მიზანდასახული და შრომის მოყვარე ადამიანი. ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ მიზეზებზე თუ რატომ ქალების ტურნირიდან არის ჩოგბურთის. დიახ, მეორე ადგილი აქვს როგორც მაგიტო ვერ ატარებს კარგად. აი ძალიან გთხოვ სექსიზმის გამო რომ ბატონო გიორგი, გაითვალისწინოთ. ჩემს საქმე გამართულდა. ბატონო გიორგი, ამ დარბაზში მსგავსი რეპლიკები მიუღებელია და ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოს მომდევნო საათში, ან საათებში თქვენი ამაზრზენი პიროვნების დემონსტრაციისგან. ანაგზეთ. მინდა გითხრათ რომ აჩიკო არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ფსიქოლოგიური და მორალური წნეხის ქვეშ იმყოფება. დავიწყოთ ყველაზე მარტივით და ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან დიდი წნეხის გამომწვევი მიზეზით. ეს არის აჩიკოს მანქანა, რომელიც ძალიან ბევრ საწყობს მოიხმარს და ძალიან ძვირიჯდება მისი ნაწილები. ბატონო მოსამართლე, რამე ჭიქა ხوار გინდათ კიდევ რომ დაგიდგა. არა, ორი საკმარისია. იყიდება ეს? დიახ, თუ გნებავთ რომ შეიძინოთ, მოგცემთ ნომერს თომის დასრულების. ავარიები ხო არ არის უკაცრავ. არა. ჩემი აზრით ეს კითხვები კითხვა პასუხისთვის გვექნება კიდევ დრო, ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ 10 საათ ადამიანს რომ მოხსენება ბოლომდე ჩაიკითხოს. მე მყავს მოწმის ჩვენება მაქვს, უბრალოდ რომელიც ასევე დაადასტურებს ამ ყველაფერს. გამარჯობა, გეთანხმებით, დიახ, ჩვენ ჯიპის და კონკრეტულად Grand Cherokee-ის მფლობელები ყოველდღიურად სტრესში ვართ. მოგეხსენებათ ეს მანქანა რამდენ ბენზინს მოიხმარს ყოველდღიურად და რა ფასებია ბენზინზე ცალკე. თან ძალიან ძვირი ღირს ყველანაირი ნაწილი ამ მანქანის და ამას წინათ გოჯის შეცვლა დამჭირდა და გამოვიწერე და იმდენი ფასი იმდენი ფული დამიჯდა რომ სხვათა შორის მინდა დავწინო აქვე რომ მე სანამ ჯიპ შევიძენდი ერთი თეთრი თვალს არ მქონდა, ასე რომ შემოვხედეთ ეხლა რა დღეში ვარ. ასე რომ მე სრულიად მესმის ბატონი აჩიკოსი და სოლიდარობას უცხადებ მთლიანად ბატონ აჩიკოს. ეს ის რაც არის ის ნიკოლოზ შევარდნაძეა ხო? წინა პროცესზე. დამნაშავე მოიყვანა. შესაძლოა დამნაშავე არა, შესაძლოა. ერთი წამი თუ შეიძლება უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დავარღვიოთ ბატონო მოსამართლე. სხვა შორის მასაც ჩეროკი ყავს, როგორც მიხვდით, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან ამ ავტომობილის მფლობელები. ეხლა კი გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზზე, თუ რატომ მოუვიდა აჩიკოს ის, რაც მოუვიდა. რა თქმა უნდა, ეს არის გაუთავებელი წნეხი და მასხრად აგდება სამუშაო ადგილს. შეიძლება ითქვას, რომ აჩიკო დაუსრულებელ ჯოჯოხეთში მუშაობს და ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორ ექცევა მისი თანამშრომელი მას და არ აძლევს საშუალებას, რომ ერთი წუთით მაინც ამოისუნთქოს და დამშვიდდეს. აჩიკო. რო დაუძახა ეგ მომენტი, აი, სახეზე და ხო, კარგად დააგვირდი სახეზე. როგორი სევდა არის მოხებში გამავალი. იცი როგორი კადრია, მოდი, დათსაი მოვიდა დაენახე ამ ხელა ბიჭი გაიზარდეოთ. აუ, სახიძის ბიჭო. ამ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აჩიკო მუდამ დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფება. მუდამ დაძაბულია. და აქედან გამომდინარე ჩდება ლოგიკური კითხვა, თუ რატომ მოუვიდა მას ავარია, თუ ის ყოველთვის დაძაბული და ყურადღებით არის. პასუხი კი ძალიან მარტივია. მიზეზი არის გზა. გზა, რომელსაც ის გადის სამსახურიდან სახლში და სახლიდან სამსახურში, სადაც მას აქვს ერთადერთი საშუალება, ერთადერთი რამოდენიმე წუთია, ესე რომ ვთქვათ, სადაც შეუძლია მოდუნდეს
სიგარეტი მოწიოს და დატკბეს ხედებით, რომელიც ამ გზაზე მას ხდება. ხო, სადაც მაშინ და სწორედ ამ სიმშვიდის და მარტოობის სანატრელ წუთებში ვიღაც პირდაპირ ვიტყვიდა უნამუსო ადამიანმა, გადაწყვიტა, რომ კანონი დაერღვია და ღერძულა ხაზი გადაეკვეთა, რამაც გამოიწვია შემდგომ ეს სახიფათო მომენტი და დაჯახება. და თუ გვინდა რომ ვიპოვოთ დამნაშავე ვინმე ამ საქმეში, უნდა ვეძებოთ ამ ავტომობილის მძღოლსა და მის თანამშრომელს შორის დამნაშავე, ვინც აჩიკო ჩააგდო ესეთ დღეში. ავტომობილის მძღოლი ხარ შეიცით ვინ არის? სამწუხაროდ არა მიიმალა ადგილიდან და ვერ მოხდა მისი პოვნა. მეგობრებო, ამ ყველაფრის შემდეგ ვთხოვ რომ თქვენ ნაფიცაჟულებმა გამოიტანოთ დასკვნა, აი ეს არაჩვეულებრივი ადამიანი არის თუ არა დამნაშავე ამ ყველა წარდგენილი მტკიცებულებების შემდეგ. მადლობა. ლუკა, ბატონ ცოტნეს იცი რა დავიწყდა? რომ ჩვენი სპონსორი არის TBT დაზღვევა. მე მართლა ვცოდა. ამ სიტუაციაში როცა ჩავარდები, ძალიან მარტივად შეგიძლია რომ იმ ადამიანსაც დააზარლებ 10,000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურონ, ეს იქნება ჯანმრთელობის, მანქანის თუ ასე შემდეგ და ეს დაწვევა სულ რაღაც 17 ლარი ღირს თვეში. რომელიც შეგიძლიათ ძალიან მარტივად TBT Mobile Bank-იდან ან TBC დაზღვევის ვებგვერდიდან აიღოთ. მე კარგი. მაგრამ ახლა კითხვაც მაქვს ბატონო ცოტნე. თქვენ ისაუბრეთ ამ ტერორის შესახებ, რასაც განიცდის ბატონი არჩი. ყოველი ადამიანი, რომელიც გადავადგილდებით თბილისში, დამეთანხმება ბატონი მოსამართი ნაფიცაჟულები, ყველას რაღაცა სტრესი გვაქვს. და ეს გვამართლებს იმაში, რომ ავდგეთ და უსაქციელოები ჩავიდოთ და კანონი დავარღვიოთ. ბატონო გიორგი, მინდა გითხრათ იმ ვიდეოში, სადაც აჩიკოს თანამშრომელი მიმართავს ისე როგორც მიმართავს მას, გვერდზე სკამზე თქვენ ზიხარ და არანაირი არც დაიცავით აჩიკო და არაფერი ხმა არ ამოიღეთ. ძალიან მომენტია. ძალიან. და თქვენც ხართ ერთ-ერთი მონაწილე იმ სტრესის და ეს კითხვები თქვენი მხრიდან არის არასწორი. ეს საქმესთან რა კავშირშია უკაცრავად? არის კავშირში. არის მონაწილე ხართ ამ ყველაფრის. ანუ ესე იგი თქვენ ამ ლოგიკით ავსკვნით, რომ აი იქ მანქანა წირო მოტრიალდა. იქნება იმასაც სამსახურში ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ჩვენ მის საქმეს არ განვიხილავთ ამ შემთხვევაში. ხო, მაგრამ ნახეთ, რატომ არ განიხილავთ? რატომ არ განიხილავთ? თუ ეს თუ აჩიკოს უკინან დაჯახება მართლდება, მაშინ იმ ადამიანის ღერძულა ხაზის გადაკვეთად შეგვიძლია გავამართლოთ სხვადასხვა. შეგვიძლია, მაგრამ მის საქმეს როცა განვიხილავთ, მაშინ ვისაუბრებთ მაგაზე. ის ადამიანი არავის გამომტყუნებია ამ შემთხვევაში. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მაგრამ მის სასამართლო არ მიმდინარეობს. იცოდეს. მოძრაობის წესები იცით ბატონო. დიახ, ბატონო. რა დონეზე იცით? ჩააბაროთ პარტიის მოწმობას აიღებ. ჩემი აზრით კი. მტყვანს ბატონო მოსამართლე ძალიან თო წესი კი დაიცვათ. ბატონი აჩიკო ჰეტეროსექსუალია? სიმართლე გითხრათ, არ მიკითხავს და არ შემიმოწმებია მისი ორიენტაცია. და საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. არა, ისე მაინტერესებს. კი ბატონო, თქვენ მოხსენება დაასრულეთ. ახლა ნაფიცაჟულებთან გადავდივარ ისე, მოისმინეთ ორივე მხარის მოხსენება, კითხვებით, პასუხებით, რამდენად მაყოფილი დარჩით არ ვიცი, მაგრამ განაჩენება გამოიტანოთ და გისმენთ. კი არა, გისმენთ, კი არა, გელოდებით. გელოდებით თქვენ ვერტი. ამის გამართლება არ ვიცი. გამართული იქნება. ხელხულია. გასათვალისწინებელი მაგასთან დამოკიდებული გასათვალისწინებელი ნაკინი მარტოს შეიძლება იყოს სულიად მისაღებია. მინუსი ვიცი. არ ვიცი, მაგრამ ისე გარების გამო დიახ, მაგრამ არის განაჩენი? გვაქვს? აბა გისმენთ? ნაფიცაჟულთა გადაწყვეტილებით მოქალაქე აჩიკო, ბატონი არჩილი იცნა დამშავთ. რამდენამდეზე იყო ხმები ეგეც? 6-4-ზე. აჰა. მაგას დაზაბული. ბატონო ცოტნე. ძალიან თხოვთ კიდევ ერთი შენიშვნა რომ ისეთ ბატონ გიორგის. არა, სასამართლო პროცესი დამთავრებულია, შეუძლია იზეიმოს. რაც აი შეეხება გავითვალისწინებ, როდესაც დამთავრდება სასამართლო პროცესი. განაჩენი გასაგებია. კი ბატონო. ბატონი არჩილი გამტყუნდა. დამთავრდა. ბატონი ცოტნეს მოხსენება. გადავდივართ შემდეგზე. მადლობა დიდი. შემდეგი მოხსენებელი არის ალმანახ ნოპუშტოვი. იგივე ლუკა კალატოზი. იგივე გიორგი. გიორგი ლუკა კალატოზი. ეს მისი პოეტის ფსევდონიმია და მაგრამ ხო, ფსევდონიმი. რომელიც წარმოადგენს საქმეს ინდოელი კურიერების შესახებ. მოგესალმებით მეგობრებო. მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ჩემი თემა.
და განსახილველი გვაქვს ინდოელების შეზღუდვა. აი ლუკა კალათოძე. რა თქმა უნდა. და პირველ რიგში მე გეტყვით რომ არანაირი მიკერძოება არ იქნება დღეს. პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ვეთანხმები იმას რომ ქართველებს სამსახურს უცხოელები არ უნდა ართმევდნენ. მაგრამ ჩემი აზრით საკურიერო მომსახურება გამონაკლისია. და რატო ამას აუხსნი ნელ-ნელა? ჯერ საქმეს რო გავეცნოთ 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა ახალი შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც ინდოელი კურიერები ვეღარ იმუშავებენ ნებართვის გარეშე საკურიერო ან მომსახურების სფეროში. რაზეც მე და ალბათ თქვენც უბრალოდ ერთი სიტყვა გვახსენდება. ეს არის ჯატივად. რაც ნიშნავს რასიზმს. ეს არის ჯატივად, რასიზმს ნიშნავს. თქვენ კარგად ხედავთ, როგორ არის რასიზმის დონე აწეული საქართველოში. და ის დონეები რა სად არის დანარჩენი უკაცრავად? უკაცრავად ხო, მეც ვერ მივხვდი, რომელია რასიზმის დონე საქართველოში მეორე? ეს იყო და ეს აიწია ნელ-ნელა. აჰა. და დრო ეს წყარო რას ეყრდნობით უკაცრავად? წყარო. გაგვიჩინე ხალხი. ძალიან კარგი წყაროა, ხათერებით, კარგი წყალი მოდი. სანდო წყაროა. სანდო წყაროა, კი, არ მოიწავლებით. ბიჭო, თვითონავე რატო ხატია ვაფშე? ამ თვითონავე ჩამოდიან. აი პოტი რატო აპონზეში ჩო. აწეულია საქართველოში რასიზმის დონე, როგორც ხედავთ და ჩანს. მე თქვენ ეკითხებით, რომ ეს ოკეია? შეიძლება? იმიტომ რომ ადამიანს განსხვავებული კანისფერი აქვს, ცოტა უცნაური სურნელი და ფეხი შველი დადის ქუჩაში, სხვანაირად უნდა მოვექცეთ? ცხენოდეთ. ჯატივად. კარგი, ნუ რასიზმს რო თავი დავანებოთ, მოდით დავფიქრდეთ, რა გამოიწვია ამ შეზღუდვებმა. თუ თქვენ შეკვეთის მოტანას აქამდე 30 წუთი ჭირდებოდა, ახლა საათზე მეტი დაჭირდება. მე ჩავატარე ექსპერიმენტი სხვათა შორის და გამოვიძახე შაურმა 3 თვის წინ, როცა ეს კანონი არ იყო ძალაში. ეს თქვენი ბავშვობის ფოტოა, რომ როგორც მოგიყვანეს? კი და შენ ხარ აი ეს. ჩავატარე ექსპერიმენტი, გამოვიძახე 3 თვის წინ შაურმა, რომელიც ინდოელმა კურიერმა მომიტანა და ცხელი მოვიდა. იმავე ადგილიდან გამოვიძახე შაურმა გუშინაც, რომელიც ქართულმა კურიერმა მომიტანა 40 წუთის დაგვიანებით. და თუ გამოიცნობთ, როგორ მდგომარეობაში იყო. ნამდვილად ინდოელის მოტანილი აზდის ხშირი, ეს გაყინულია, როგორც ხედავთ. მე გადავიღე ეს ორივე ფოტო. მოდით თქვენ თავს გკითხეთ, რომ როგორ გირჩევნიათ, ცხელი ჭამოთ და ინდოელის მოტანილი თუ ცივი და ქართველისა. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო კარგად ისწავლიან ქართულსაც და ქუჩებსაც. ალბათ დამეთანხმებით, რომ დროსთან ერთად, დიახ, მეც მშვენივრად მე არ ვარ. აი მაგალითად, ბოლოს, როდესაც ინდოელმა კურიერმა მომიტანა შეკვეთა, მე ჩავიწერე სატელეფონო ზარი და გთხოვთ ერთად ვნახოთ, ეხლა მოვუსმინოთ. აი, გამარჯობა. გამარჯობა, ვორკის კურიერი გაგუხებთ. დიახ. აი, მოვედი საკვეთა ადგილზე. მოხდით? სათხართა კორპუსი რომ ახლა. კორპუსთან კი ჩამოვიდო. მესამე სადარგალო ხო? ხო, იმან შემოვიდეთ და აი, ჩამოვიდეთ. არა მე ამოგიტანთ. არა, მე ჩამოვიდეთ. არა პრობლემა, ჩამოვიდეთ. ზანდეოზე ჩამოვიდეთ, მაგარი გარტულია მაინც. აი, იხავი. როგორც ხედავთ, ეს ავთენტურია? რა თქმა უნდა. როგორც ხედავთ, ჩვენივად საუბრობდა კურიერი, როდესაც მომიტანა შეკვეთა. ეს რო შევამოწმებინოთ ჩვენ აი ეს სასამართლო ექსპერტი. ხო, შეიძლება ვიღაცამ შიქო არა გაქვს ბატონო ლუკა? მოსამართლეს როგორ ლაპარაკები? ამაზე გითხარით, აი ეს რო შეამოწმოთ მეთქი. ეს რო შემოწმოთ, ხო, შეგიძლია. მეორე მსგავს შემთხვევის პირობებში ეგრევე გამტყუნდებით, იცოდეთ? ცოტა ეს არის გადაწყვეტილებას, ხო, მეგონი? რასკია მე არ ვიღებ, მოსამართლე ვარ, შეჩემ, რას არ ვიღებ? მოსამართლე ხა შენც. ჰარვარდი და მოიცა ერთი წამი. ექსპერტიზას რო შევამოწმებინოთ. დიახ, დაადასტურებს ბატონო ნიკა, კი, აუთენტური. ნიკა ეს ყველა საქმე კი ბატონო, ეს პირველი საქმის დამნაშავე, მეორის მოწმე. ანუ ამოგიტანათ აი ეს. მივიღე შეკვეთა ცხელი ძალიან თან. მოწმე მინდა რომ მოვიხმოთ, შეიძლება თუ მომცემთ ხებას. სტაჟიანი ინდოელი კურიერი, შურია გუფთა, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება დღეს.
ვერ მოაგნო. არა უშავს, შენობას ვერ მოაგნო ეთყობა, არა უშავს. ბოლოსკენ ასეთ შეკითხვას დაგისვამთ. რაში არიან დამნაშავეები ინდოელი კურიერები? ნუ თუ ჩვენ მათზე რამით მეტი ვართ. ყველამ თქვენ გულებში ჩაიხედეთ. რად გინდათ ისეთი შეკვეთა, რომელსაც უკან უსამართლობად უდგას? რად გინდათ ჩაურმა თუ გულზე დაგადგათ? რად გინდათ ატრია თუ ბოღმამ დაგახრჯოთ? კარგად დაფიქრეთ ამ ყველაფერზე. და ბოლოს მინდა მაჰათმა განდის გენიალური სიტყვებით დავასრულო ჩემი გამოსვლა. შეკვეთა რატომ აგვიანებს ამის კარგი მოუთხანა? სად არის? ეს ვინაა შეჩემ? ლაუძი. დიდი მადლობა. აქ ის საერთოდ ლაუძი იყო დაძე? შეკითხვები? საძაღო. დარჩეთ ადგილზე, ჯერ ადაპტირებულა სასამართლო. რაც არ უმეწონა იყო თქვენს პრეზენტაციაში ის, რომ ისწავლიან. ჯერ ისწავლონ და მე დავაწყებინოთ მუშაობა, ესეც ხო შეგვიძლია? თუ არ მივეცით შანსი, საიდან ისწავლონ? არა, როგორ არა, ჩამოვიდნენ და დაიარონ ქუჩები, შეისწავლონ, რაღაცა ჩააბარონ, ენის სერტიფიკატი აიღონ და მე დაიწყონ მუშაობა. ხო არ შეიძლება პროცესში ისწავლონ. ოჯახს რჩენა არ ჭირდება, ბატონო გიორგი? ოჯახს ეხა ჩვენი პრობლემა ხო არ არის? რა თქმა უნდა არის. ვიღა ჩამოვა ეგრე აქ. ბატონო ლუკა, რა იყო მიზეზი, რატომაც დააგვიანა ქართველმა კურიერებმა თუ შეგიძლიათ რომ განმარტოთ? სიმცირე კურიერების, იმიტომ რომ აღარ ამუშავებენ ინდოელებს. ხო, მაგრამ მე ვიზახებ აკრძალვის მერე და ჩვეულებრივ დროში მოაქვს ყველაფერი. ჩემი აზრით უბრალოდ ქართველი კურიერები სამეფოში ნორმალურად გულს მიდიან ხოლმე, გზა დაგვიანდებათ ხოლმე და ინდოელებს ეს ყველაფერი ფეხებზე კიდიათ. სტაბილწული სადარბაზოა. არა, ნაკლები ხა ჩვეულებრივი ამბავია, რომ ნაკლები ხალხი როცა მუშაობს, რომ მეტი შეკვეთაა და ამ შეკვეთებს ვერ აუდიან ქართველები. ბატონო ლუკა, ეს თქვენ სახელიდან გამოიძახეთ, ეს ვიდეო ჩანაწერიც იყო? თავიდან ხო არ გავუშვებ. არა, აუდიო ჩანაწერიც იყო, სახელიდან გამოიძახეთ და კორპუსთან გავარდა, თქვენ რა კორპუსში არ ცხოვრობთ? აუთენტურობასთან დაკავშირებით რაღაც კითხვები გამიჩნდა. ჩემ სახლთან არის კორპუსი და იმ კორპუსთან იდგა და მე მესამე სადარბაზოა, ანუ მეც იქ ვცხოვრობ და ამიტომ გეკითხებით. ვერ ვიცანი ლოკაციურად. პროვოკატორი თუ ამოგიტან. მეგობართან იყო ბატონო. არა, თქვა უკვე, მიტომ გკითხე რომ სახლშიო. სახლში ამოგიტან თუ სად ამოგიტან? სახლში იყო მეგობართან. სახლში ვიყავი ხო? მეგობართან ვიყავი. ოდიში. თქვენ პირველ სართულზე ცხოვრობთ ასევე. მეგობართან ვიყავი სახლში თქო. ხო. ანუ მეგობრის სახლი იყო. ნუ რა ვიცი, მე კითხვები არ დამჩა და მე თქვენ ზაფი არ ვიკითხავ. ჩვენი პრობლემაა. ნაბაზარი. ჩემი აზრით ყველაფერი ცხადია და ბატონო ცოტნე. ბოლოს ის მუსიკის ჩართვა და ეს სენტიმენტრებზე თამაში, მე მგონია რომ არ იყო მთლად მოსაწონი სასამართლოში. ლუკა ამ შემთხვევაში უნდა გამტუნოს და გამართლოს. ეგ ავიღოთ მოდი ეს ვთქვა. ანუ რაც წარმოადგინა, რამდენად ადეკვატური იყო მისი შეხედულება ამ შემთხვევაში და რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით საჯულებლად თქვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ ფაქტზე. არ მიკერძოებას თავიდანვე. როგორც ხედავ ნაფიცმოსაჯულებმა განჩენი გამოიტანეს და გისმენთ. 10 განრისხებული გამომწერის გადაწყვეტილებით ლუკამ кейს თავი წარმატებულად ვინ დაწერა მინუს? აქაც იგივე სტატისტიკა 6 და 4. აქაც იგივე? აქაც იგივე? იმ 6 ველოდები გარეს. ბოლო საქმე დღეისთვის ჩვენი მომხსენებელი მეოთხე არის გიორგი გუნდიშვილი, რომელიც სკლინტიანი რძის ნაწარმის საქმეს წარმოგვიდგენს. ეს სერიოზულად. გამტყუნდი უკვე. მეგობრებო, სანამ ბატონი გიორგი წარმოგვიდგენს თავის არაჩვეულ პრეზენტაციას, მე იმედია რომ ადლერის ფრაზები ისევ იქნება. ჯობია აკეთო არაფერი ვიდრე აი ეგენი იმედია კიდევ იქნება რა. აქენ სავს ეწავალ, იქვე ვიტყვი რომ ბეცონ სპორტი გახლავთ ჩვენი წარმოგენი და ჩვენი ჯგუფში კვლავ მიმდინარეობს გათამაშება ყოველ კვირას შეგიძლიათ ჩვენი ხუდე მოიგეთ, ხა ამინდი გამოდის და უკვე მაისურებს და გადავალთ. ვინც მოიგებს ამ ხუთს ან მაისურს ორი ბილეთი გაცოცხლებულზე ავტომატურად ერგება. ბეცონ სპორტის აპლიკაციაში, სადაც ბევრი სპორტულ ნიუსებს შეგიძლიათ გაესწროთ, იქ მიმდინარეობს ხოლმე ხმის მიცემა და შეგიძლიათ მისცეთ ხმა თვის გამომწერს, ანუ ან კვირის გამარჯვებულები შეიძლება და Nintendo Switch 2
გათამაშებულია უკვე იმ მომენტისთვის, როცა ეს ვიდეო დაიდება. ეგრეა უკვე. ხო. 250.000 გამომწერზე აქვე პირდებით მაყურებელს რომ გაცოცხლებულს გადავიღებთ დიდ სივრცეში, სადაც ყველას თუ არა, ძალიან ბევრს მიეცემა დასწრების საშუალება და მაისის ბოლოს თქვენ გელოდებათ ერთკვირიანი ლაივი. უფრო მაგარი სტუმრები. ესე იგი, ჩემი საქმე შეეხება ქათმის კინკლს, მაგრამ სანამ გადავალ, ორიოდე სიტყვით ჩემს შესახებ გეტყვით. თავის პიარზე მოვიდა. ჩემი მოგებული საქმეები არის 100%. არც ერთხელ არ წამიგია არც ერთი საქმე და მხოლოდ ერთი საქმეა გადადებული, რომელსაც შემდგომ განვიხილავ სხვა სასამართლოში გადავიდა ის უბრალოდ და ეს უბრალოდ ჩემს შესახებ 1-2 სიტყვა. ეხლა გადავიდეთ ძალიან ესთეტიური ფოტოა. ძროხას მარილი ატყუებს კაცს ენაო. რისი მსხვერპლიც გავხდით ჩვენ, ზოგადად ეს საქმე შეკერეს ისე რომ დაგვაჯერეს იმაში რომ ეს რაღაც ცუდი შემცველობის არის ქათმის კინკლი. რატო არის ახლა ეს სლაიდი? ეს მუტაციას იწვევს. წვერი. მე როგორც мама ვერ დავიცავდი ისეთ საქმეს, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩვენი შვილები მიირთმევენ, ჩვენი უსაყვარლესი პატარები, რძეს უპირველეს ყოვლისა და ხელს არ მოვკიდებდი ესეთი გამოცდილი ადვოკატი ისეთ საქმეს, რომელიც შეიძლება რაღაც არასწორი იყოს ჩემი მხრიდან მორალურად, ასე რომ გადავიდეთ ქათმის კინკლის შემცველობაზე. ეს ფრანგულიდან არის. სკირღი. ეს პირველად წარმოება საფრანგეთში ფერმერებმა დაიწყეს და მარტო იქ შეიძლება მოიძიო რაღაც ინფორმაციები. ხედავთ რას შეიცავს და ესეთი მდიდარი შემადგენლობა, სხვას არაფერს არ აქვს. ფოსფორი და გოგირდი არის განსაკუთრებით სასარგებლო. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ქათმის კინკლის შემთხვევაში არის ის რომ უბრალოდ კარგად უნდა დამუშავდეს. ეს პრობლემაც ჰქონდათ და რის გამოც შეიქმნა პრობლემები. უკაცრავად და პროცენტები რასაც უყურებ, დაახლოებით 10%-ზე არის და დანარჩენი 90 რა არის. ეგ უნდა მეკითხავ. ეგ უნდა მეკითხავ ბიჭოდა. დანარჩენი 90% ქრება გადამუშავების შემდეგ და მხოლოდ ეს რჩება. ქათმის კინკლს იყენებენ ასევე არა მარტო სხვა რძესთან და ძროხების საკვებად, ასევე იყენებენ წყალქვეშა მცენარეების გასანახიერებლად. მოსუმება რა არის? AI ცოტა აურია ხა რაღაც მომენტში. AI. ხო, მეთქი შენი და კიდე AI ჭირს და ყლს ვერ ასვათ ერთმანეთიდან აშკარად რა საშუალო ასვარი. ქათმის კინკლს იყენებენ წყალქვეშა მცენარეების გასაზრდელად ასევე და შემდეგ თევზები, რომლებიც ფერმებში მოდიან, მოსუმება. ამით იკვებებიან და ცოტნე ჭამს ხოლმე ამ თევზს, ასე რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს იმ შემთხვევაში. კალარი ეს. ასევე ალაოსთვის, როგორც სასუქი, იყენებენ ქათმის კინკლს, შემდეგ ალაოს ხარშავთ და შემდეგ ცოტნე მიირთმევს ხოლმე ლუდს. ამ შემთხვევაში რაც უნდა სასუქი და იქ კუაფში რა თქმა შეჭამავს. ქათამ იზის პირდა პირდაპირ. კუაფში ხრის. ასევე ქათმის კინკლს გამოიყენებენ როგორც ენერგია გადამუშავების შემდეგ შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ მიკროსკოპი ხوار მოგაწოდოთ, რომ სუბსტანციური აზრი დააფიქსიროთ. ეს ჩემზე არის კომენტარები გათიშული მარტო სხვა ყველაზე რომ არა, იცით რა, გრამატიკა ანუ ვერ ვკითხულობ. აბსოლუტური შენიშვნებია რაღაცეებში, იმიტომ რომ ხომ ეს ენერგია რომ გადამუშავდება. ენერგიისთვის გამოგენება. მეც მიჭირს კინკლჯლის ენერგიის გამოგენება. კიდევ ასეთი ისინი რას ყურნავს ქათმის კინკლი? შველის ფოთვას, გაციებას, კუნთების ტკივილს, მეხსიერების პრობლემებს, სიმელოტეს, ნაბახუსებს და დაცლეებას. დაცლეება რა არის უკაცრავად რომ გარბი ცოცხალი თავით არ დაწერა ხო?
არ არსებობს. სულ ეს იყო ჩემი მოხსენებას კითხვა დაკავშირებით. მადლობა რომ რამე მომწერეთ. ასე რომ ძალიან დიდ სიცრუეში ვიცხოვრეთ და თუ შეიძლება რომ განაჩენი გამოიტანოთ. თუმცა გათმის კლიენტი ყოფილა? უკაცრავად, აქ იყო რომ რძეში იყენებდნენ, ხო? დიახ და მე გითხარით რომ ყველაფერში იყენებენ საერთოდ და არ არის არანაირად მავნებელი. რძე საერთოდ არ იყო საუბარი არც ერთ სლაიდში. როგორ არა ბავშვები მიირთმევენ მეთქი გითხარით და არ არის ეს პრობლემა ამ საქმეს მე არ ავიღებდი. წვერი ხონდათ და იმ რძეზე თუ იმ რძეს თუ მიირთმევენ წვერი ამის ბრალი ხომ არ არის? არა, ეს თვითონ არიან ესეთი მუტანტები და არანორმალურები. ბადონო გიონგი. რა სახის ენერგიას გამოიმუშავა? გაცოთ იყო ყველაფერი სლაიდში, რა იყო სლაიდ წვალდნენ და რაღაცა ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და შეგვიძლია მე დავდევო. როგორ წარმოგიდგენიათ ეგ პროცესი რომ ამიხსნათ? წვის შემდეგ ქათმისკენ წვავენ და ამის შემდეგ გამოიმუშავებს. გამოდის დედი. აქამდე მოკლებული ბატონო გიორგი, მაგრამ ეხლა ცოტა ვიჭირს. ქათმის ბენზინსაც ხო არ აკაც 4-ებზე რო იყოს მარშალ გები და მივდივარ აქედან. ამაზე მუშაობენ და შეიძლება ნავთობიც გამოიყვანონ ცოტა ხანში სკინტლისგან. შეიძლება ორი კითხვა მაქვს. ერთი, თქვენ თვითონ მოიხმართ ამას? რა თქმა უნდა, ყველა არეთყობა. მეორე, რო ჩავაკროთ ეხა შუქები გაანათებთ თქვენ ფოსფორისგან თვითონ და ამ ხელა შემცველობა არა აქვს ფოსფორის. მე ერთი შენიშვნა მაქვს და ერთი კითხვა. შენიშვნა ის არის რომ ჯერ AI არ არის მზად რომ ასეთი დონით დაიხმაროს პრეზენტაციებში, იმიტომ რომ რაღაც სიტყვები ვერ გავიგებ. რა შეიძლება ჩემს კითხვას თვითონ ის რძე და ის ფაქტი რომ ჩვენი რძეს ვიღებდით. ამ შემთხვევაში დარღვევა მოხდა, მაშინ თუ არ მოხდა, აი ამაზე არა? თქვენ თვითონ აღნიშნეთ თქვენ პრეზენტაციაში რომ ჩვენ აგვაჩნდა საკმარისი ტექნოლოგია ამ სკინტლის გადამუშავების და ეს იყო პრობლემა. ევროკავშირის სტანდარტებს ვერ ამოხილებთ. ხო ეს არის? არა. ეს საკუთარი პრეზენტაციის უარყოფა მე. ანუ პრობლემა იყოს რომ ძეში აღმოჩნდა ის სკინტლი თუ არა? არა, მოგითხარით რომ სკინტლი ყველაზე კარგი და სასარგებლო რაღაცა არის. ის სკინტლი რომელიც ძეში აღმოჩნდა და ვსვამდი, ეს პრობლემა იყო თუ არა? არა. დიდი მადლობა. ანუ გელოდებით თქვენ დასკვნას ველოდები მიუკერძოებელი განაჩენი გამოიტანეთ. სანამ თათბირობენ მეგობრებო ჩვენი გამომწერები, გამოიწერეთ თქვენს არხი, ჩვენ ჯგუფში შემოდით და მე შეიძლება ჩვენ ჩაწერებზეც სრული გექნებათ, მოხდეთ ხოლმე. მოკლედ, ნაფიც საჯულებს გაგვიჭირდა წყაროს იდენტიფიკაცია და ხმები გაიყო. არის 5-5-სა. რა 5? ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენზე. გოდიში, მარტო წყაროს იდენტიფიკაცია გაგიჭირდა თუ იყო რამე რაც გაგიჭირდა? პრობლემა ხო არის? იცი არა, მას სამართლის სუბიექტური აზრით გვაინტერესებდა. მოდი ესე ვქნათ. იქიდან გამომდინარე რომ პრეზენტაცია კარგი იყო. რა მაგარი. პრეზენტაცია კარგი იყო. უბრალოდ წყაროების შეფასება მე ცოტა გამიჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტი იყო მოტანილი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოეგონებინა. ამ ყველაფერიდან გამომდინარე, ნაფიცი მსაჯულების გაწყვეტილებიდან გამომდინარე, მინდა რომ ეს საქმე გადავდოთ შემდეგი ანხელისთვის. ასე ვქენ 2-დან 2 გადადებული საქმე დაგიგროვდათ ბატონო გიორგი. მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენი გამომწერები დაგვეხმარნენ დღეს რომ ეს კონტენტი კიდევ უფრო ისე გამრავალფეროვნებული იყო და თან ძალიან კარგი განჩენები გამოიტანეს. ესეც არ შემეძლია აღნიშნო. საბოლოოდ რო შევაჯამოთ, გამოვიდა ისე რომ მარტო ბატონი გიორგი კალატოზი გამართლდა დღეს, ხო? მეგობრებო, გასაცხლებულ შოუზე გეპატიჟებით ყველას, ვინც აქ იყავით, შემდეგ კვირას გვექნება ჩაწერა და +1 შეგიძლიათ წამობრძანდეთ, ვისაც გექნებათ ამის სურვილი. ეს მინდოდა რომ მეთქვა. ეს იყო და ეს? მე არ გეპატიჟებით. ეს არის და ეს დღევანდელ გაცემაში გამოვიდა ისე რომ მარტო ბატონი გიორგი კალატოზი გამართლდა, ცოტნე და ლუკა გამტყუნდნენ, გიორგი გუნდიშვილის საქმე კი კიდევ ერთხელ გადაიდო მომავლისთვის განსახილვად და ნიკოლოზ შევარდნაძე აქვს სულად საქმე, იმიტომ რომ შემდეგ სასამართლო, რამდენიმე სასამართლო უწევს მე მგონი შემდეგ ესე ყველა საქმე მასთან მიდის საბოლოოდ. სასამართლო პროცესის მეორე გადაცემა ამიდან თორებულია და კომენტარში ამ ვიდეოს ნახვის მერე დაგვიწერეთ საქმეები, რომელთა განხილვაც სურთ და რომელთაც ნახავდით რომ ბიჭებმა განიხილონ. დროებით.